არაჩვეულებრივი ფონი მაქვს, როგორც ვიზუალური, ისე ხმოვანი. გესმით? არ ვიცი აქ თუ ისმის ლაივში, მაგრამ საბავშვო ფეხბურთის მოედანთან ახლოს ვარ, ვაკის პარკში. არა, სკოლის ეზოსთან ვარ ახლოს. და სკოლის ეზოში არის დიდი დასვენება. და ხმა ისმის, როგორ თამაშობენ ბავშვები. ეს არის ერთი ძალიან დიდი განსხვავება ქართულ და ევროპულ სკოლებს შორის, რომ ევროპულ სკოლებში არის დიდი დასვენება. 1 საათიანი, საათნახევრიანი, სადაც არის იმის საშუალება, რომ შენს კლასელებს, ვისთან ერთადაც ხარ მთელი დღე, გარდა იმისა, რომ კლასში წყნარად იჯდე და არ ელაპარაკო და არ ეკონტაქტო, მერე საათნახევრის მანძილზე ეთამაშო. რომ ეს შეუძლებელია, რომ ბავშვს არ უნდოდეს, როცა ასეთ ჯგუფშია, ხო? და სასიხარულოა ეს და ძალიან კაი ფონი მაქვს. ეხლა ჩავრთე ლაივი და უცებ აღვიქვი ეს ჟივილ-ხივილი ბავშვების. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ხმა არის ეს და როდესაც ჩემ მუსიკალურ ფანტაზიებს განვახორციელებ, მაგის დროც მოვა, აუცილებლად ჟივილ-ხივილით შევა მანდ. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ თემას, რომელიც არის რელაცია. რა არის რელაცია? არ ვიცი, ვინც ახლოს ხართ ფსიქოლოგიის სფეროსთან, უფრო გაიგებდით ამ ტერმინს, უფრო ხშირად მოისმენდით, თუმცა რაღაც ბუნდოვანება ახლავს ხოლმე. პირველად მეც რო გავიგე, მეც მქონდა ბუნდოვანება, რომ რა არის ეს რელაცია, რას გულისხმობენ აქ. ეხლა ჩემს აღქმას გეტყვით, იმიტომ რომ ესე დაზუსტებით რთულია ფენომენოლოგიური ტერმინების გაშიფრვა. იმიტომ რომ რელაცია ფენომენია ერთ-ერთი, რაც ადამიანებს შორის ხდება და სადაც ორი წევრი ურევია და თან ყველაფერი ყოველთვის ინდივიდუალურია, რთულია იქ საუბარი, ზუსტად რა არის. მაგრამ რაღაცა ჩონჩხი მაინც აქვს ამ ყველაფერს და მინდა რომ გითხრათ. ესე იგი, თუ გახსოვთ ამ ბოლო დროს ინტერნეტში ძალიან გავრცელდა ერთი სასაცილო რილსი იყო. ვიღაცა კაცი იჯდა და აღწერდა, რომ ყავის დალევა ყოფილა ტონკი სექსი. და აიო ყავას სვავენო, მერე აღეგზნებიანო, ყავას თუ სვავს ქალიო, ის ოჯახში შემოსაშვები არ არისო, იმიტომ რომ ეგო სინამდვილეში ტონკი სექსია, ვაიო და მქონდა ძალიან ბევრი ნახვა გაზიარება და იცინოდა ხალხი რა. ხო და კი იცინოდნენ. მე ახლა მინდა გითხრათ, რომ ეს კაცი ნაწილობრივ მართალია. იმიტომ რომ სექსის მთავარი ნაწილი თუ სასიამოვნო სექსზეა საუბარი და ნამდვილ სექსზე არის დამყარებული რელაციაზე. და რელაცია კიდევ ზუსტად ისეთივე, როგორც შეიძლება სექსის დროს კონდეს ადამიანს, შეიძლება ბევრ სხვა მომენტში კონდეს. შეიძლება კონდეს მეგობრულ ურთიერთობაში, შეიძლება კონდეს მასწავლებელი მოსწავლის ურთიერთობაში. შეიძლება კონდეს ტაქსის ძღოლთან უცებ, როცა საუბრობ, ან ყავის დალევის დროს და ასე შემდეგ. და რა არის მაინც ეს რელაცია, ხო? რელაცია არის ჩვენი ფსიქოემოციური სხეული, რომ წარმოიდგინოთ როგორც ცალკე სხეული, გარდა ამ სხეულისა. აი იქ ფსიქოემოციურ სხეულში ორი ისეთი ადამიანის შეხვედრა ფსიქოემოციურად, რომელსაც შეუძლია და აქვს სურვილი და ინტერესი, რომ საკუთარი ფსიქოემოციური სხეულის შიშველი რაღაცა ნაწილი დაანახოს ერთმანეთს, მოწყვლადი და სახიფათო და მეორე მხარეს კიდე დახვდეს ამის აღქმა, დანახვა, მიმღებლობა და ინტერესი ამის მიმართ. ანუ ფაქტიურად ჩვენს ფსიქოემოციურ სამყაროში არის ძალიან საინტერესო ვითარებები, შინაარსები, გამოცდილებები და ჩვენი პიროვნული ისეთი ნაწილები, რომელსაც ზოგჯერ საკუთარ თავსაც კი უმალავთ. და ეს ამით ფიზიკურ სამყაროში ძალიან გავს სქესობრივ კონტაქტს. როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთს აი ამ ნაწილებს აჩვენებს თავისი შინაგანი სამყაროსი. და ეხლა მინდა გითხრათ, არის ესეთი რეჟისორი, მგონი ჩეჩენი, ტიმურ ბეკმამბეტოვი, რომელიც ჰოლივუდში იღებს ხოლმე ფილმებს. საშუალო დონის რეჟისორად ითვლება, თუმცა მე ძალიან მომწონს. და მას აქვს, ბევრი ფილმი არ აქვს გადაღებული, როგორც ჩანს, არის სირთულეები, რომ მოიპოვოს დაფინანსება და აქვს ერთი ფილმი გადაღებული. და აი ეს არის ალბათ ყველაზე გადამწყვეტი ტკივილი. თუ ტრაგედია, თუ რაც გინდათ დაარქვით, რაც კაცობრიობას ტანჯავს და ალბათ თუ რამე შავი და თეთრი არსებობს, შეიძლება ეს არის შავი, ახლა რასაც ვიტყვი რა. თუმცა რა თქმა უნდა, აქაც მე შავ-თეთრი აზროვნება არ მიყვარს.
მაგრამ მოდი ეხლა ამოვალ მაქედან, რომ აი შავად დავინახე ეს ფენომენი, ეხლა რაზეც გეტყვით. და ფილმი რაზეა, ესე იგი, რომ ევროპელი ქალების ძალიან დიდმა რაოდენობამ მიიღო მუსულმანობა და გადადიან მუსულმანურ ქვეყნებში და იხევენ თავზე ჩადრს და თხოვდებიან მუსლიმ ქმრებზე, რომელსაც ყავთ სხვა ცოლებიც. ეს მართლა ასე არის. ოღონდ ფილმში ეს გაზვიადებულია, მხატვრული ფილმია. და ასევე ის ძალიან იშვიათი кейსები, რომელიც ძალიან ფატალურად მთავრდება და პროცენტულად მაინც იშვიათია ეს. რომ აი ევროპელი ქალი, არ ვიცი, ერაყში გათხოვდა თუ არ ვიცი რომელ ქვეყანაში იქ მერე მოკლეს, აწამეს რაღაცები, ეს მაინც პროცენტულად ნაკლებია. ის რომ იმ კულტურას ერევა და ის კულტურა ხდება მისი ცხოვრება, ეს კი, ეს ხშირია, რა თქმა უნდა, სულ ესეა. და საკმაოდ მაღალი პროცენტია. თვითონ მე საფრანგეთში ვცხოვრობდი ადრე და თვითონ საფრანგეთშიც მინახავს, რომ ფრანგი ქალი ძალიან ხშირად მინახავს ჩადრით, როგორ მიყვება გვერდით თავის მუსულმან ქმარს და უკან მოძებთ, არ ვიცი, 7-8 ბავშვი, კიდე სხვა ცოლები და ასე შემდეგ. აი ესეთი ვითარებაა და ვუყურებდი მოკეთ ამ ფილმს ტიმურ ბიკმამბეტოვის, რომელიც ამ თემას ეხება და ძალიან კარგი ფილმია. ფსიქოლოგიურად არის ძალიან საინტერესოდ გაშლილი და დანახული ეს ყველაფერი და ხა რა ხდება? ფილმის სიუჟეტს ცოტას დაგასპოილერებთ რა. არის ლონდონელი ჟურნალისტი, რომელსაც უნდა რომ სიუჟეტი გააკეთოს ამაზე, როგორ ხდება კონვერტირება ამ ქალების და როგორ ხდებიან ისინი ისლამის მიმდევრები და მერე ტერორისტები. ნუ ფილმში ესეა, რომ ეს ქალები მიყვებიან ამ კაცებს არ ვიცი სად, სხვადასხვა მუსულმანურ ქვეყნებში და იქ მერე ხდებიან ტერორისტები, ავტომატები უჭირავთ ხელში. ან თუ ვიღაცას უკან სამშობლოში დაბრუნება უნდა, მას სასტიკად ცემენ, კლავენ და ქოლავენ ქვებით. იმიტომ რომ იქ ხა არჩევანის უფლება და ეგეთი რაღაცები არ არსებობს იმ სამყაროში, ხო და ამ ქალს აინტერესებს, 25-30 წლის ქალია, ჟურნალისტი, რომ გამოიძიოს, როგორ ხდება ეს. ჟურნალისტურ გამოძიებას აწარმოებს და ერთ-ერთ ესეთი სამყაროს ტერორისტს მიწერს Facebook-ით დაუკავშირდება და ისიც ეკონტაქტება და რომ აღიქვას, რომ ქალია და ასე შემდეგ, მოკეთ გამოვა კონტაქტზე მასთან რა. და ნახეთ რელაცია, ეხლა მე რო დავშლი რა არის. სამწუხაროდ ჩვენ შეგვიძლია ადამიანით ვიმანიპულიროთ აი ამ რელაციის გამოყენებით და ეს არის ძალიან შავი მდგომარეობა ჩემი გადასახედიდან. და სამყაროს ალბათ ეს ტანჯავს რა, მაგრამ პრობლემა არის იმაში, რომ ბევრ ადამიანს არ წამს, რომ რელაცია მართლა არსებობს, არა და ის არსებობს. და როცა არ სწამთ, რომ ის არსებობს, ამ შემთხვევაში იყენებენ მას როგორც იარაღად. და ეხლა რა ხდება? ელაპარაკებიან ერთმანეთს და თავიდან ეს ქალი ასე ვთქვათ კერავს ამას, ამ ტერორისტს. ჩადრი ახურავს, რომ ვითომ ისლამი მიიღო, ვითომ ეს და ერთმანეთს ურეკავენ ვიდეოზარით და ნელ-ნელა გრძნობები ჩნდება. ის ეუბნება, რომ ჩემი ცოლი გახდი, ესეც რაღაცებს ეუბნება და ოღონდ თამაშობს რა ეს ქალი. ჩვენ თავიდანვე ვიცით, რომ ეს ქალი თამაშობს და რაღაცნაირი ცუდი გრძნობა მოდის რა. იმიტომ რომ ამას სინამდვილეში საქმრო ყავს, ძაღლი ყავს სახლში, სულ სხვა მაინცეთით არის შესული ურთიერთობაში და იქ კიდევ თამაშობს ისეთ ქალს, რომელიც იმ კაცს მოეწონება და ძალიან ცუდი გრძნობა ჩდება რა. იმიტომ რაღაც მომენტში ვხედავთ, რომ იმ კაცს მოეწონა. ეხლა უკვე იმედი გაუჩნდა, იქ რაღაცა ომში მიდის, კი ტერორისტულ ომებში დადის და იქ რაღაც ბომბები ფეთქდება და თვითონაც საშინელი აზროვნების არის, ამბობს რაღაცებს ხოლმე, რომ აი მაგალითად ევროპელები დასახოცები არიან და ასე შემდეგ. ნუ მხატვრული ფილმია რა. და ესეთ რაღაცებს ლაპარაკობს და მიუხედავად ამისა, რომ ესეა, რომ ვუყურე და რომ ხედავ ეს ქალი როგორ ატყუებს მას, ინტიმურ მასში როგორ შედის მასთან, მაინც შემეცოდა. და მაინც ვიფიქრე, რომ რა საშინელებაა ამის გაკეთება. რომ ადამიანს აი მაგალითად არ ვიცი, უთხრა, რომ ჩემთვის ძვირფასი ხარ და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ შენ ცოცხალი იქნები თუ ვერ გადარჩები და ამიტომ გთხოვ ნუ წახვალ ომში. ამას რო ეუბნები როგორც ქალი და თურმე ატყუებ. საშინელებაა ამის გაკეთება რა. მოკეთ აი ეს ტერორისტი შემეცოდა რა, ბევრი ვარ გავაგრძელო დასაწყისში. ძალიან კაი ფილმია და მე რა ხდება, იცით? რაღაც მომენტში, ერთ-ერთი დიალოგის დროს ეს ტერორისტი ეტყვის, რომ მეო, რა ვიცი, 15 წლის ვიყავიო თუ 16 ვიყავიო, როდესაც მე თვითონაცო ინგლისში ვცხოვრობდიო და დედა ჩემიო გარდაიცვალაო თუ მოკვდაო აი აქ ამ ქვეყანაში და მოკეთ ვერ ვნახეო დედა ჩემიო. ანუ ნამდვილ თავის ისტორიას გაუზიარებს რა. ეს არის სინამდვილე, ასე იყო.
და აი აქ გაჩნდება უკვე რელაცია პირიქითაც. ამ ქალსაც გაუჩნდება ნამდვილი რელაციის გრძნობა და გვაჩვენებენ როგორ აკრებს ტექსტს, რომ მაპატიე მე ამდენი ხანი გატყუებდი შენ. და სინამდვილეში ჟურნალისტი ვარ და ეხლა გავანადგურებ ამ მასალებს, რაც შენზე ჩავიწერე და ბოდიში და მართლა მიყვარხარ და ეს აკრიფა ეს ტექსტი რა და უნდა რომ გაუგზავნოს. ნახეთ რელაცია რას აკეთებს. ნამდვილი რელაცია, ხო და მეც ახლა იმაში ვარ რა, ჯერ კიდევ მოტყუებულ მდგომარეობაში ვარ, მე გაირკვევა რომ მაყურებელს კარგად მოტყუდა რა. და ამისათვის ყოჩაღ რეჟისორს და რაღაცნაირად გულშემატკივრობ, რომ იქნებ გახსნას ახლა ეს გულწრფელად უთხრას და მე უკვე ნამდვილი ურთიერთობა დაიწყოს რა, აქამდე ხო ტყუილები იყო. ხო და არ უგზავნის, იმიტომ რომ ეშინია. ეს მომენტი ახლა არის, მე მესმის. ამ შემთხვევაში არ მაქვს კრიტიკა ამ ქალის მიმართ, იმიტომ რომ ის ტერორისტია, დახოცილი ყავს ხალხი და ქალებიც დახოცილი ყავს და ონლაინ აქვს ვიდეოები დადებული როგორ ჭრის ყელს ხალხს და ასე შემდეგ და ეშინია რა, თორე უნდა ამის თქმა უკვე. და რაღაცაერთ არ ეტყვის, მაგრამ გადაწყვეტილება რომ აღარ მოატყუოს მიიღო. და ეხლა ნახეთ რა ხდება. ნუ ის ურეკავს ყურადღებას აქცევს, ეუბნება რომ მიყვარხარ, ჩემი ცოლი გახდი, ჩემთვის ვარსკვლავი ხარ, ომში რომ მივდივარ შენ გამო, ვიბრძვი რომ ცოცხალი დავრჩე და ესეთ რაღაცებს ეუბნება, ნახეთ, აგრძნობინებს თავს, როგორი მნიშვნელოვანია, რაც ალბათ ყველა ადამიანს წყურია, ხო, რაღაც დონეზე მაინც. ნუ კარგი ის არის დანახული, რომ აი რელაცია როგორ წყურია თითოეულ ჩვენგანს და რა საშინელებაა ამითი მანიპულირება და ტყუილი, ხო და და მოკეთ ბევრი რო არ გავაგრძელო, ეს გოგო მართლა შევა გრძნობებში და საქმროს დაშორდება. წარმოიდგენ, ნამდვილი საქმრო იქ ინგლისელი ყავს და ისეთ გრძნობებში შევა ამ ტერორისტთან ონლაინ ვიდეოზარებით, რომ დაშორდება თავის საქმროს. და გადაწყვეტს რომ ჩააკითხოს ამას. ანუ რეალურად ამ გოგომ დაიწყო თამაში, რომ ჟურნალისტური გამოძიება ეწარმოებინა და შუა გზაზე რელაციის გამო ისე მოხდა, რომ ეხლა აპირებს წავიდეს და მართლა მიიღოს ისლამი და ცოლად გაყვეს ამ ტერორისტს. აი ესეთ შედეგთან ვართ. ხო და ჩავა სადღაც არ ვიცი რომელიღაც ქვეყანაში, სადაც უნდა მიაკითხონ, მერე წაიყვანონ, რაღაცა ამბავია სერიოზული და და ეს ბიჭი რაღაცა გახარებული, რაღაცებს ეუბნება, ალაჰ, რაღაცა ისა ესა და ესეც გახარებული, რომ ნამდვილი სიყვარული იპოვა და ჰაი არის ერთი ამბავი. და რა თქმა უნდა არაპირებს, რომ ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც კომპიუტერში აქვს, წაშლილი არა აქვს, მაგრამ არაპირებს, რომ გაგზავნოს და გამოაქვეყნებინოს რა ტელევიზიით, რა ხდება და როგორ ხდება. განსაკუთრებით ის ნაწილი უკვე წაშალა, სადაც დედაზე საუბრობენ, ამ ტერორისტის დედაზე, იმიტომ რომ იქ მოხდა მათ შორის ნამდვილი კავშირის დამყარება ამ გოგოს მხრიდან. ანუ ეს გოგო გაიხსნა იქ. და ამას არ უნდა რომ იმ კაცის თუნდაც ტერორისტის სუსტი მხარე რადიოთი და ტელევიზიით გამოაჭენოს რა, არ უნდა ეს. ხო და იქ გაირკვევა რომ ვინც უნდა ჩააკითხოს, ის არ საუბრობს ინგლისურად, მხოლოდ არაბულად საუბრობს, აღარ მახსოვს რომელ ენაზე კონკრეტულად. შეიძლება სპარსულად, არ ვიცი და ვიდეოზარით რო რეკავენ, ეს ბიჭი დაელაპარაკება, რომ აი ინსტრუქცია მისცეს, რომ ამ ქალს როგორ შეხვდეს და სად წაიყვანოს. ამ ქალმა არ იცის ეს ენა და ყავს ერთი ნაცნობი, რომელიც ინგლისში გადმოვიდა და ცხოვრობს, მაგრამ ამავე ქვეყნიდან არის წარმოშობით. და მაინც ეჭვი გაკრავს, არ ვიცი თუ. ყოველ შემთხვევაში ჟურნალისტია მაინც რა. გამოძიება მისთვის მნიშვნელოვანია და დაურეკავს ამ მეგობარს და მოასმენინებს ამ ტექსტს არაბულად თუ არ ვიცი რა ენაზე, რას ეუბნებიან. და იცით რას ეუბნებიან? კიდევ ერთი ქალი ჩამომყავს, არც ისე ძვირად გაიყიდება. ეს არ არის ისეთი ახალგაზრდა, მაგრამ ყველა კბილი ადგილზე აქვს. სამწუხაროდ ცისფერთვალება არ არის. აი ესეთი ტექსტი მიდის, გესმით, ადამიანისგან, რომელიც იქამდე სამყაროს უხსნიდა ამას სიტყვებით და აჩვენებდა, რომ მე აი ომში ვარ, ბომბი ჩამოვარდა, მაგრამ შენ გამო გადავრჩი. აი ესეთ რაღაცებს ეუბნებოდა, ნახე. და პლუს ამისა, იყენებდა თავისი ცხოვრებიდან ნამდვილ ამბებს. ნამდვილ ამბავს აზიარებდა ამ გოგოსთან, რაც გულწრფელი ადამიანების კონტაქტის დროს არის ხელშეუხებელი რაღაც. ამითი მანიპულირება და თამაში ძალიან შაუბნელი ქცევა არის და ზუსტად ამას აკეთებს თურმე ამდენი ხანია და ეს გოგო რაღაცნაირად როგორ გითხრა, ვინაიდან ისეთ სამყაროს ეკუთვნის, სადაც
რწმენა არსებობს ადამიანური ურთიერთობებისა, ამიტომ ვერ წარმოიდგენს, რომ ამასაც იტყუება ვინმე. აი შეუძლებელია თითქოს, რომ აი ჩემი ტრავმა მოვყევი, პირობითად ცრემლები მომადგა და ეხლა თქვენ რო იფიქროთ, რომ მე ვიტყუები. არ ხდება რა, აი რაღაცნაირად ვიჯერებთ ასეთ მომენტებში რა ერთმანეთს. ხო და ეს გოგო ბეწზე გადარჩება, მოკლედ გამოფრინდება უკან. რა თქმა უნდა დაიბეჭდება ეს ყველაფერი და გამოქვეყნდება რა როგორ მოხდა და ბეწზე გადარჩება იმას, რომ ისლამურ კულტურაში თავი შეყოს და მონად გაყიდონ. ცოტათი არის გადარჩენილი. და ამ ყველაფრის მორალი რა არის, რომ არიან ადამიანები, რომელთა რწმენათა სისტემა, იმიტომ რომ ის ტერორისტები და ესეთი ხალხი, ვისაც აქვს ფანატიზმი თავში, ისინი ატარებენ რწმენათა სისტემას. და ეს რწმენათა სისტემა, როგორც ნაგავი, როგორც რაღაცა საშინელი გარედან შემოსული ძალადობრივი შინაარსი, მათ ზევიდან ხუფივით აზის მათ ადამიანურ მხარეს. დახუფულია ის, მოხუფულია, რაღაცა ბლოკის ქვეშ არის ჩაგდებული და იტანჯება ის შინაგანი ნამდვილი მე, რომელსაც რელაცია ჭირდება და წყურია. და მას ეს არა აქვს. და აქედან გამომდინარე ეს რო არა აქვს და რო არც ჯერა და არც წამს ამის, რო ეს შეიძლება კონდეს, ხო? გადასული არის ფანატიზმზე, ტერორიზმზე, ძალადობაზე, ხოცვა-ჟლეტაზე და ომზე. და ეხლა მე ამ ფილმის შინაარსი მოგიყევით და ამ ერთი ტერორისტის ამბავი, მაგრამ ჯამში რო გავიხედოთ პლანეტაზე, მთლიანად მთელი ჩვენი უბედურებები აი მაქედან ამოდის, მაგ ურწმუნოებიდან, რომ ადამიანებმა დაკარგეს განცდა იმისა, რომ არსებობს რელაცია, უხეშად რო აგიხსნათ. და მათ ჯერათ, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, მანიპულაციაა, იმიტომ რომ გამოსცადეს ალბათ საკუთარ თავზე. ეხლა ეს ძალიან დიდი დოზაა მონათ რო ყიდიან, მაგრამ ხო არიან ადამიანები, რომლებიც მოდიან და რაღაცნაირად ამას ქვია ხოლმე დაკერვა, დავკერე, შევკერე, მოვატყუე თუ არ ვიცი რა გავაკეთე რა, ქალი შეაბა. აი ესე რო ლაპარაკობენ, კაცი შეაბა, კაცი დაკერა და რითი მანიპულირებენ, იცი, აი ამ ხარით, ამ შინაგანი ბავშვის აი ამ ხარით, რომელსაც სიცოცხლე უხარია, კონტაქტი უხარია, რომელსაც აინტერესებს რელაცია და აქვს რელაციის მოთხოვნილება. ყველა ცოცხალ ორგანიზმს რა და ზოგიერთ ადამიანში ეს ცოცხალია. ზოგიერთ ადამიანს დღემდე არ დაუკარგავს ამის იმედი და რწმენა, რომ რელაცია არსებობს და დადის ესე და ცდილობს, რომ სხვა ადამიანებთანაც ესე რელაციით შევიდეს, მაგრამ სამწუხაროდ ვინაიდან არავინ გვამზადებს ამ სამყაროსთვის ადეკვატურად, ხო? ძირითადად ან ნაგავს გვატენიან, რომ რელაცია არ არსებობს და ამიტომ უნდა იყო ჭკვიანი, აი ესე, ხო? და არ უნდა დაიჯერო, თორე გული გეტკინება მერე და დედა გეტირება და აი ეს ბებიების და ბაბუების ხმით ვამბობ. ხო? ან ეს მხარე არის ხოლმე და ან მეორე მხარე არის, როდესაც ადამიანი რელაციის ველშია, მაგრამ აკლია სიბრძნე. ანუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხანდახან შეიძლება იმანიპულირონ შენი ემოციებით და გრძნობებით და რომ ზოგ ადამიანს რელაციის საერთოდ არ წამს და მას მხოლოდ წამს იმის, რომ გაიმარჯვა. მასქნა დაკერა, შეაბა, ან უხეშად რო გითხრათ იხმარა, გამოიყენა, მიაგდო და მე ესე ქირქილებს რა ზევიდან. და ეს იცით რა მდგომარეობაა, რო ქირქილებს, რო დაკერა და გაიმარჯვა და ეს მას ჯერა, რომ საუკეთესო თავდაცვა არის თავდასხმა. ანუ გულის გულში მასაც უნდა რელაცია. მაგრამ ის ფიქრობს, რომ თუ თვითონ იქნება ასეთ მოწყვლად მდგომარეობაში, ის იქნება მე ვისაც დასცინებენ და ის იქნება ვისაც გაიმარჯვებენ და ის იქნება უბედურ მდგომარეობაში. ეს რწმენა უდგას რა. და ამ რწმენაში როდესაც არის, რა თქმა უნდა ეცდება, რომ თვითონ დაამარცხოს სხვა და თვითონ გაიმარჯვოს და თვითონ იყოს ზევიდან მოქირქილე. იმიტომ იქ არ უნდა ყოფნა ქვევით რა. ხო და ამ გაფრთხილებას რო არ ვიღებთ ცხოვრებაში და მომზადებული ვინც არ არის, ის კიდე მოწყვლადია რელაციის მიმართ, მანიპულაციური რელაციის მიმართ, ძალიან მოწყვლადია ესეთი ადამიანი. და თან რელაცია არ გეგონათ თქვენ რაღაცა ხუმრობა, ჩვენ ეგ ჰაერივით გვჭირდება. ჩვენს ფსიქოემოციურ სამყაროს რელაცია და კონტაქტი ესაჭიროება, როგორც ფიზიკურ სხეულს ესაჭიროება ჰაერი, წყალი და ძალიან პირველადი საჭიროება არის. ამიტომ ამაზე ჩაჭერა არის ადვილი. ხო და ეხლა რო გითხრათ, მთავარი შიმშილი პლანეტაზე რაც მიმდინარეობს, ძირითადად არის აი ეს შიმშილი, რელაციის შიმშილი. და ეხლა მოდი რა კი არაჯანსაღ იმაზე ვისაუბრე უკვე როგორია. ეხლა ვისაუბრებ ნამდვილზე, ავთენტურზე, რომელიც რა თქმა უნდა არსებობს საბედნიეროდ.
და როგორ გამოიყურება ხოლმე ეს. ეხლა იქ იმ ფილმში ძალიან კარგად არის დანახული ეს. ეს ყველაფერი მიდის ელვისებური სისწრაფით. ძალიან სწრაფად მიმდინარეობს რა. და ძალიან ესეთი მკაფიოა. უდიდესი მკაფიოება აქვს. 100%-იანი დარწმუნებულობა აქვს ამ ქალს, რომ დაკერა ეს ბილელი ქვია იმ ტერორისტს. დაკერა რა, ხო, თავიდან ხო ეს ქალი ატყუებს. ხო და დაკერა რა, ესე გონია. თორე ის ბილელი ეუბნება, რომ შენ ხარ ჩემი მზე, რო ურეკავს უხარია, სახეზე ეტყობა, დახტის პატარა ბიჭივით და იქ ვარსკვლავებს ითვლის ცაში და არის ერთი ამბავი რა. და ეს ყველაფერი არის ძალიან სწრაფი. ესე იგი პირველი ნიშანი, რომ შესაძლოა არ ვართ რელაციაში, არამედ ვართ მანიპულაციურ ველში, რომელიც ხანდახან გაუცნობიერებლათაც დგება. განააცნობიერებს, ეხლა ყველა ტერორისტი კი არ არის. ზოგი ადამიანი ვერ ხვდება ცნობიერად, თუ რა გააკეთა. იმიტომ რომ საკუთარი თავი არ არის გაცნობიერებული, შეიძლება ძალიან დიდწილად, შეიძლება ძალიან დიდი ნაწილი არ ცნობიერდება, რას ვაკეთებ. და აქედან გამომდინარე, შეიძლება აი ამ მანიპულაციას საერთოდ გაუცნობიერებლად მიმართავდე ავტომატურად, მარტო იმიტომ რომ ამაში ვიცხოვრე. ასე იქცეოდნენ ჩემი მშობლები თუ მეზობლები თუ ნათესავები და შესაბამისად ავტომატურად თუ მე არ დამიწყია დაკვირვება გარესამყაროზე, მეც იგივეს ვიმეორებ. საერთოდ ვერც წარმომიდგენია, რამე სხვა არსებობს? აი ესეთ კითხვას შეიძლება სვავს ადამიანი და ამიტომაც სიმპტომებზე და რეალობაზე დაკვირვება ყოველთვის არის გასაღები. და შეიძლება ადამიანს ეკითხებოდა, რომ მატყუებ ეხა შენ, მანიპულირებ და ის გეუბნება, რომ არა. და თან მართალია გძნობ, რომ არ გატყუებს რა, იმიტომ ვერ ხვდება. შეიძლება რომ საკუთარ თავშიც ვერ ხვდებოდეს ამას. და აბა მაშინ რას ვაკვირდებით და ვაკვირდები ფენომენს, ხო, რა ხდება ჩვენ შორის, რეალობა როგორია. და ეხლა როგორი სიტუაცია არის აქ. პირველი. როდესაც ურთიერთობა, ანუ რელაცია და რელაცია არის ერთმანეთისთვის საკუთარი მოწყვლადი და დამალული მხარეების დაცულ გარემოში ჩვენება და საკუთარი ინტიმური საჭიროებების და ინტიმში მე არ გულისხმობ აუცილებლად სექსუალობას არანაირად. ინტიმური კონტაქტი არის ახლო კონტაქტი, სადაც ჩვენი სულიერი ნაწილი შიშულდება ნელ-ნელა. და რაღაც ისეც ვაჩვენებთ ერთმანეთს, რასაც არ ვაჩვენებდით. ან რასაც გარესამყაროს არ ვაჩვენებთ. და ესეც უნდა იყოს. გარესამყაროს ტერმა აჩვენა ყველაფერი. ხო და აი ამ ინტიმურობის სურვილი რახან მაღალია, აი ესეთი მანიპულაციური ველი იძლევა იმას, რომ ეს ყველაფერი მიდის ელვის სისწრაფით. ძალიან სწრაფია. ანუ ერთ კვირაში შეიძლება ადამიანი ამბობს, რომ მოდი ოჯახი შევქმნათ. ერთ კვირაში კი შეიძლება იმავე დღეს ამბობს ამას. ანუ ის, ვინც მანიპულირებს, როგორც წესი, შენს მოთხოვნილებას ძალიან სწრაფად პასუხობს. ძალიან სწრაფად. ერთ კვირაში, ერთ დღეში, ერთ საათში, თან თუ შეგატყო, რომ შენ მიმღები ხარ, შეიძლება 15 წუთშიც გააკეთოს ეს. არ არის პრობლემა. ესე პირველი სიმპტომი, რომ მანიპულაციურ ველში ვართ რელაციის ნაცვლად, არის სისწრაფე. ძალიან სწრაფად მიდის გადაწყვეტილებები და აი ერთ კვირაში მოკლედ იმ ადამიანისთვის მზე ხარ. ბევრი რო არ გავაგრძელო. და გიждდება და გადარეულია და ერთხელ გნახა და შეუყვარდი და შენ გამოსიცოცხლეს დათმობს და ესეთ ტექსტებს საუბრობს ძალიან სწრაფად. და კიდე ერთხელ ვიტყვი, შეიძლება არ იტყუება. თვითონაც ვერ ხვდება, რომ მანიპულირებს. შეიძლება მას გონია ეს. იმიტომ რომ ვერაცნობიერებს რა შრება. ეს პირველი სიმპტომი. ახლა შემდეგი სიმპტომი რა არის, როცა მანიპულაციურ ველში ხარ რელაციის ნაცვლად. ძალიან სწრაფად ასევე და დიდი დოზით აზიარებს თავის პირადს. ისეთ დაფარულს და ისეთ და ერთი ვარიანტი თუ ცნობიერად მანიპულირებს არის რომ ტყუილია ეგ პირადი და არ ყოფილა. შეიძლება ადამიანი მოვიდეს და გეუბნებოდეს როგორ აუპატიურებდნენ მას და თუ მანიპულირებს შეიძლება ამასაც კი ტყუოდეს, ხო? და ეს იშვიათია. და უფრო ხშირი არის რომ ის ძალიან სწრაფად და დიდი დოზით ამოაფრქვევს თავის დამალულ ტკივილებს და თავის რაღაც ინტიმურ სურვილებს თუ წარსულს თუ რაც გნებავს. ძალიან ისე დიდი დოზით და გაგიკვირდება და თან განცდა გაქვს რომ ხარ განსაკუთრებული. როგორი განსაკუთრებული ვარ, ნახერეები გამიზიარა. ღმერთო, თან მალე გამიზიარა და აი მიხვდა რომ მე ესეთი განსაკუთრებული ვარ. იმიტომ რომ ეს ბავშვური მდგომარეობა და თან მართალია ეს თითოეული ჩვენგანი ძალიან განსაკუთრებული ვართ. ტყუილა არავინ გაჩენილა და
ყველა შინაგანად გრძნობს, რომ რაღაცა არის იქ ძალიან მნიშვნელოვანი შიგნით. ამას ცხოველებიც კი გრძნობენ და მცენარეები დარწმუნებული ვარ, მით უმეტეს ადამიანი და აი მან ჩადის ნახე, რომ ესეთი განსაკუთრებული რო ხარ, აი მე შენ რამდენი რამ გაგიზიარე. ოღონდ ესეც არის ძალიან სწრაფი ტემპი. შეიძლება გაცნობიდან იმავე დღეს ესე იყოს. აქ არსებობს გამონაკლისები, მაგალითად ფსიქოთერაპია, როდესაც წინასწარ არის შეთანხმება, რომ თერაპევტთან გაიხსნება ადამიანი. მანდაც უფრო ძირითადად ეტაპობრივად ხდება ნდობის მოპოვება. არ იფიქროთ, რომ შუბლზე თერაპევტი თუ მაწერია, პირველივე სესიაზე ადამიანი თავის თავს მაჩვენებს. ეს თითქმის არ მომხდარა. იმიტომ რომ ის მე ძალიან დიდხანს მაკვირდება, რამდენად სანდო ვარ, რომ ეს გახსნას, რაც არის გასახსნელი. შეიძლება 1 წელი მაკვირდებოდეს, არ არის გამორიცხული რა. და ეს სწორია. არაფერი ამაში ცუდი არ არის. მაგრამ ისიც ოკეია თერაპიაზე, რომ აი დიდი ხნის შეკავებული რო აქვს, მოვიდეს და თუ იგრძნო, რომ თქვა სანდო ვარ, იმავე დღეს გახსნას. ეგ სხვა ამბავია. მაგრამ ჩვეულებრივ ადამიანურ შეხვედრის ურთიერთობებში, ცხოვრებაში რო ხვდებით ერთმანეთს, ხო? ესე სწრაფად თუ გახსნა და ტომარა ამოალაგა, ესეც манипуლაციური ველია. და მესამე სირთულე, რაცაც მე დავკვირვები ვარ, რა არის? ეხლა ადამიანმა სამწუხაროდ და ამას მეტყველებს ის, რომ პლანეტა გახვეული არის ომებში და ეს ომები ვერ წყნარდება, ფაქტია. და სულ იყო და დღესაც არის და მასშტაბს იცვლის თორე დანარჩენი იგივეა და ეს ომები ცხადყოფს, რომ ჩვენ რელაცია და კონტაქტი გვაკლია. არსებობს ამის ნაკლებობა ჩვენს დღევანდელ ცხოვრებაში, როგორც ის ავაშენეთ ჩვენ თვითონ. აქედან გამომდინარე, ხა ადამიანი ასაკთან ერთად რომ მოძრაობს ცხოვრებაში და სტრუქტურირებულად რომ აქედან არაფერი არ უსწავლია, რასაც ახლა მე თქვენ გიზიარებთ და ესეც რაც დამიჯდა ამ ცოდნის მოპოვება და როგორ მივაღწია აქამდე და თან ესეც პაწაწინაა, ჯერ ძალიან პატარაა. ხო, ეს კიდე ცალკე ისტორიაა, ხო და ასე ცხოვრობს და ერთხელ იმანიპულირეს მასზე, ცნობიერად თუ არა ცნობიერად, მერე ორჯერ ერთხელ გამოაჩინა თავის მოწყვლადი ნაწილი და ჩაარტყეს წიხლი. მერე მეორედ გამოაჩინა და ისევ წიხლი მოხდა. გინდა ცნობიერად, გინდა არაცნობიერად, წიხლი ხო ხდება. რა თქმა უნდა, ცნობიერად რო ხდება ის ძალიან დიდი დანაშაულია, მაგრამ ზოგი ვერაცნობიერებს, რომ წიხლს არ ტყავს რა. და ამას მაინც მოხდა წიხლი. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მეოთხედ შეექმნება რწმენა, რომ რელაცია ეს არის საშიში მდგომარეობა. სახიფათოა, კაცო, ერთხელ, ორჯერ, რამდენჯერღა შეიძლება და ასაკის მატებასთან ერთად იხრება რწმენისკენ, რომ რელაცია არ არსებობს და საკმარისი ადამიანს ენდო და გაეხსნა, ის დაგაღალატებს და წიხლს დაგარტყავს და იმ მოწყვლად ნაწილზე დაგაფურთხებს, რომელიც შენ მას აჩვენე. იმიტომ რომ ერთხელ გამოსადე, ორჯერ, სამჯერ ნეფსით თუ უნებლიეთ, გონებით თუ უგუნურად გააკეთა ეს, მაგრამ ხო გააკეთა. და ანუ რა გამოვიდა, რომ ზუსტად ის რწმენა, რამაც ამდენი ტკივილი გამოიწვია, უკვე გადავრცელდა ყველაში. ისევ შეაღწია ადამიანში ამ რწმენამ, თუ ეხლა ამდენი გაძლო თორე, ზოგი თავიდანვე ესეა, ხო? და მერე უკვე მიდის ამ რწმენის განმტკიცება. და ეს რწმენა ხდება საყრდენი, რომელსაც პიროვნება ეყრდნობა, რომ გადარჩეს ამ ცხოვრებაში, დაცვის მექანიზმი, აჰა, დავარქვათ. და ეს თუ ესეთია, რომ მე როგორც კი მოწყვლადი ვარ, მე როგორც კი ინტიმურად ცოტა შევალ სადმე ეგრევე წიხლი მხვდება. ეს რწმენა თუ ესეთია. ეხლა მე უკვე მოვძებნი გაუცნობიერებლად ზუსტად ისეთ ურთიერთობებს, რომ ეს რწმენა კარგად განვიმტკიცო რა, იმიტომ რომ ეს არის ჩემი საყრდენი. ამით მე კომპასივით ესე ხელში მიჭირავს და ორიენტირებ ცხოვრებაში. რომ ეს არ არსებობს რელაცია. გავიხსნები თუ არა წიხლი მომხდება. მოდი აბა, აი ნახე ახლა დავამტკიცებ ჩემ რწმენას, მივალ ახლა ამ ადამიანთან და მე უკვე შინაგანად გრძნობ, რომ ეგეთია რა. ხო და მე ხო რწმენის განმტკიცება მინდა უკვე. იმიტომ რომ რწმენამ მე გამიჩინა ალტერნატივა, სხვა ალტერნატივა იმის ნამდვილი სიცოცხლის პარალელურად, რასაც შემიძლია დავეყრდნო და ვიყო მშვიდად. სიმშვიდე ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ფსიქიკისთვის, წონასწორობა. ეს რწმენა მე მაწონასწორებს. ამიტომაც ხელშეუხებელია და ყოველნაირად ყოველ დღე ვეცდები, რომ ზუსტად ეგეთი ურთიერთობები ვიპოვო, სადაც ეს რწმენა ისევ განმტკიცდება. და თუ ღმერთმა ქნა ისე, რომ რაღაცა სხვა შემთხვევით გადავეყარე, გამოვიქცევი იქიდან თავქუდმოგლეჯილი, და ეს საშიშია. ნახე ვიღაცა ადამიანი ახლა ცდილობს მაჩვენოს, რომ ეგრეც არ არის შავთეთრად სამყარო მოწყობილი, როგორც შენ გგონია. და მეშინია ამის.
და თან იქ გარანტიები არ მაქვს, ვერ გექნება. გარანტია ვერ გექნება. მაშინ ისმის კითხვა. ხო, რა ვქნა? მე როგორც არ ვიცი მოგზაურმა თუ ცოცხალმა ორგანიზმმა რაც გნებათ უწოდეთ საკუთარ თავს. ეგეც საინტერესოა რას ვარქროთ ჩვენ თავს, ხო, თითოეული ჩვენგანი. რა ვქნა? იმიტომ რომ რელაცია მინდა, ეს ფაქტია. როცა ვეხები, დიდი ალბათობით გული მეტკინება. აბა რა გავაკეთო? ეხა აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ჩვენ ადამიანებს გვახასიათებს ჩვენი აღზრდის სისტემიდან გამომდინარე, რომ ვართ პასიური მიმღებლები იმისა, თუ რა ხდება ჩვენს ირგვლივ. ანუ რაღაცებს სამყარო ჩვენ გვახვედრებს, რომ ვიბადებით. დაბადება, რა თქმა უნდა, პასივია გარკვეულწილად, არ არის პასივი, მაგრამ ესეთ დავინახოთ ეხა ამ კუთხიდან. ორივეა რეალურად. აქტივი იქიდან იწყება სპერმატოზოიდი რო გარბის. რო შეასწროს სხვებს, ხო, უკვე რამხელა აქტივია, მაგრამ აი მე ეხა 9 თვის მანძილზე პასიურ მდგომარეობაშია, მიმღებელია ჭიპლარით ინფორმაციის და ასე შემდეგ. ხო და ამ პასიურ მდგომარეობაში ძალიან დიდხანს ვრჩებით ხოლმე ადამიანები და მე აი ცხოვრება ესე ამოწყობილი, აი ომებია, ესეც ძალიან კარგი რწმენაა, რასაც შემიძლია ხა დავეყრდნო და გავამართლო ის, რომ ხელი არ გამიმოძრავებია და არც უნდა გავამოძრავო, აი ნახეთ რა სამყაროში ვარ, რა აზრი აქვს, გაიგე? და აი ამ პასიურ მიმღებელ მდგომარეობაში რჩება ადამიანი ძალიან დიდხანს, შეიძლება მთელი ცხოვრება დარჩეს. და ამ შემთხვევაში არ რწმენები განმტკიცდება და თუ ის მოწყვლადად რჩება და არ ძალუს რწმენაში გადასვლა, ესეთი ხალხიც არსებობს. ვისაც არ შეულებთ, რომ გძნობენ, რომ ეს რწმენა გარედან არის შემოტანილი. და ამ უცხო სხეულის ესე მიღება არ შეუულიათ საყრდენად. და ეს კიდევ უფრო უარესი მდგომარეობაა, იმიტომ რომ მოწყვლადად რჩება. თან პასიურია და თან მოწყვლადი. ხო და ამის ნაცვლად შესაძლებელია ადამიანმა ცნობიერად მიიღოს გადაწყვეტილება, რომ იზრუნოს საკუთარ თავზე, საკუთარ ცნობიერ სხეულზე, საკუთარ ფსიქოემოციურ სამყაროზე, ისევე როგორც ზრუნავენ, არ ვიცი, კბილებზე, გულზე, კუჭზე და ფეხზე, რომელსაც არ ვაკნინებ არანაირად, საზრუნავია. მაგრამ ეს გული, კუჭი და ფეხი არანაკლებ არის მიბმული ფსიქოემოციურ სხეულს, ვიდრე მიბმული არის ფიზიკურ მდგომარეობებს. ეს ორივე მხრიდან შეღწევადია. შეიძლება ქვას მიარტყა ფეხი და გეტკინოს და შეიძლება ემოციურად რაღაც გეტკინოს და ფეხი აქტივდეს. ორივე მხრიდან შეიძლება შემოვიდეს ტკივილი და ამიტომ ღირს რომ ამების ზრუნვასა და მოვლასთან ერთად ადამიანმა ალბათ დაიწყოს საკუთარი ფსიქიკის მოვლაც და ამისათვის არ უნდა იყოს საჭირო რომ აქტივდეს. იცით რა არის? აი ნახეთ როგორი პარადოქსია. კბილი რო ამტკივდა, მერე დავიწყე გამოხეხვა? არ მგონია რა. მე უბრალოდ ბავშვობიდან მასწავლეს რომ უნდა გამოიხეხო ეს კბილები თუ გინდა რომ ჯანსაღად გქონდეს, ხო? ან რა ვიცი, საჭმელის ჭამა მაშინ დავიწყე, როცა შიმშილობა ჩამოვარდა და ძებნა და ანუ ჯერ მომშივდა და მერე დავიწყე ფიქრი რომ ეხლა ფული როგორ ვიშოვო, იმიტომ რომ ნახე მშია. ანუ რა ვიცი კარტოფილი დავთესო და რა მომავალ წელს ამოვა ეს კარტოფილი და მე რო ეხლა მშია, ანუ ყველაფერში აბსოლუტურად რა მოთხოვნილებებიც ადამიანს აქვს, ჩვენ წინსწრებით გვაქვს დაგეგმილი რას ვიზავთ. გინდა პრევენცია დაარქვი, გინდა მომზადება, რა მნიშვნელობა აქვს და ფსიქიკაზე ესე არ არის. ფსიქიკაზე როგორ არის ნახე? ნუ რა ვიცი რაღაცა იქნება, არ ვიცი. ყველა ასე ცხოვრობდით. აი ჩვენი ბებია პაპა ესე იყვნენ, ხო არ გაგიჟდნენ არა, ხო ცხოვრობდნენ და რა თქმა უნდა ცხოვრობდნენ. მასე ჯუნგლებშიც ცხოვრობდნენ. კიდე ცნობილია რომ ადრე ხალხს რაღაცები ჭირდათ, მაგრამ ცხოვრობდნენ. ანუ ქრონიკულ დაავადებებს გულისხმობ, რომელსაც დღეს იკურნავენ ადამიანები. რავი, ზოგს ის ქონდა პარაზიტები ყავდა, მაგრამ ცხოვრობდნენ რა, განაკვდებოდნენ. ფიზიკურ პარაზიტებზე მაქვს საუბარი. არაფერი მოსდიოდათ, შეიძლება 1-2 წელი თუ მოკლდებოდათ სიცოცხლე, მაგრამ ორგანიზმი ხო წვალობს ამ პარაზიტებთან ერთად რო ცხოვრობს, არა? და დღეს ბევრად უკეთესია დალევ წამალს და აღარ ყავს პარაზიტი. არ ჯობია ასე? ჯობია და ეს ხო გააცნობიერა ხალხმა და რა ვიცი, ხელებს არიბანდეს ადამიანი 21 საუკუნეში, მე არ ვიცი. შეგვიძლია მიწაში ჩავყოთ ხელები, მერე საჭმელი შევჭამოთ და ნუ რაღაცა იქნება. თუ ავად გახდები, მერე შეგიძლია წახვიდე ექიმთან. აი ესე უდგებიან ფსიქიკას. ნუ ალბათ რო გახდება ეხა და უკვე ეთკინება და თავის არტყმა რომ მოუნდება კედელზე, აი მერე გენაცვალე კი ბატონო. ხო და მე მიკვირს ამას რო უყურებ, იცი ხო შეიძლება ჯამრთელი იყო აბსოლუტურად. და მაგ დროს დაიწყოს ზრუნვა, როცა ჯამრთელი ხარ და კარგად ხარ. რომ მოგიკაკუნებს ეხა ცუდად ყოფნა, ხო, მერე რა ვქნათ. ეგ სხვა ამბავია. ხო და
ფსიქოთერაპიაში ადრე იყო ძალიან მკაცრი წესები რა. დღესაც არის წესები, რა თქმა უნდა. და წესები, რომელიც ფსიქოთერაპიაშია, იმდენად მნიშვნელოვანი წესებია, რომ უნდა იყოს მკაცრი. რაღაცები სამყაროში მკაცრი უნდა იყოს. და მიუხედავად ამისა, არსებობს რაღაც და ეს რაღაც აგერ წერია ეკრანზე, რელაცია, რომლის წინაშეც ფსიქოთერაპევტები ძალიან ცდილობენ, ყველანაირად ცდილობენ, რომ წესები დახიონ უკან. და რატო? წარმოიდგინეთ სამყარო, რომელიც აღწერე, სადაც რელაცია არის ჟანგბადის სტოლფასი და თან ისეთი გაუხშოვებულია, რომ გაბრუებულები დავდივართ, არ იშოვება ეს ჟანგბადი რა. და უცებ აი ამ შიმშილის თუ არ ვიცი რაც გინდა დაარქვით სიტუაციაში სადღაც მაინც ორი ადამიანი, 3, შეიძლება 10 ევრივეში 100-მდე არიან უკვე ესეთები, ისე დაკონექტდებიან და ისე შეერთდებიან ერთმანეთთან, რომ მათ შორის ეს უდაბნოს ყვავილი რელაცია გაიშლება. და ეს იმდენად იშვიათი და ძვირფასი მდგომარეობა არის პლანეტარული სიტუაციის ანალიზიდან გამომდინარე, რომ ფსიქოთერაპიაში, ვაიმე, აქ რელაციაა, ღმერთო, რა წესი, რის კანონი, როგორც იქნა რელაციას მივახციეთ, სადღაცა მოხდა ეს რელაცია. ეხლა როგორ გამოიყურება რელაცია, როდესაც ის არ არის манипуляცია. ნელა, ბჟუტავად, ნელ-ნელა აღმოცენდება ძაფი, რომელიც ორ ადამიანს შორის გაიბა. ჯაჭვი, ბორკილი, მათრახი არა, ძაფი. ძალიან ისეთი ფაქიზი ძაფია. აი, ანალოგია რომ მოგიყვანათ რა. ხო და ამ ძაფზე ძალიან ისეთი დახვეწილი დოზით ხდება ინფორმაციის გაცვლა. გადატანა ერთმანეთში, გადის დენი. და ფრთხილად და ამას ახლავს უსიამოვნო გრძნობები. აი, როდესაც манипуляციურად ადამიანი გეხსნება, ის არაფერს არ გრძნობს ხოლმე რა. აი, შეიძლება გითხრას, რომ აი მე რაღაცა მაუპატიურებდნენ და არის მშვიდად. და თუ ადამიანი მართლა გაიხსნა და თან ამას დრო დაჭირდა, ამას დაჭირდა ნდობის მოპოვება, ამას დაჭირდა ის, რომ სუბიექტურად მომწონ ხარ გამოჩნდა, ანუ სიმპათია ერთმანეთის მიმართ. ეს თუ მოხდა, ადამიანი, როდესაც თავის ნამდვილი მეს მოწყვლად ნაწილს გაჩვენებს, არ იგრძნობს თავს კარგად. იქ სირცხვილი მოვიდა, იქ რაღაცნაირი დაძაბულობა მოვიდა, შიში მოვიდა, ბევრი რამ მოვიდა რა, არც ისე სასიამოვნოა, ისევე როგორც ადამიანები, როდესაც მათ შორის არის სქესობრივი მიზიდულობა და ემოცია და გიმნასტიკასავით არ უდგებიან სექსს, არამედ რაღაცა ემოციაც წარმოიქმნება, იმათ უფრო უჭირთ, რომ ერთმანეთს გაეხსნან, იმათ უფრო უჭირთ, რომ გაიხადონ, იმათ უფრო უჭირთ, რომ შეხვდნენ ერთმანეთს, იმიტომ რომ იქ რაღაცა სხვა ემოციაც რო არის, შიშიც ურევია. ამიტომ ეხლა მე გუშინ ერთ საინტერესო საღამოზე ვიყავი და იქ კითხვა დასვეს, რომ რატომ მოხვედიო და იმ წუთში მივხვდი, რატომ მივედი. იმიტომ რომ თან მაინტერესებდა და თან ცოტათი აღელვებული და შეშინებული ვიყავი, რომ ნეტა რა მოხდება. და ეს ჩემთვის სიმპტომია, რომ აქ მართლა მაქვს ინტერესი. თუ საერთოდ არ მეშინია სცენის შიშზე ხო ვილაპარაკე ეს. თუ საერთოდ მშვიდად აი ესე თუ ვარ, ესე იგი იქ მე არა ვარ. მე სადაც ურევი ვარ, კი ინტერესი, მოწონება, სიმპათია და ასე შემდეგ არის, რა თქმა უნდა, და მეორე მხარეს მოცემული არის ცოტა შეცბუნება, ცოტა შეშინება, ცოტა სირცხვილი. და აი ნამდვილი რელაციის დროს აი ესენი გამოდის ზედაპირზე და ადამიანი გაიხსნება, ეხა ელოდება, რომ აბა დამარტყავენ წიხს, აი მოლოდ გამზადებულია რა. და უკვე შეშინებულია ამ დროს, იმიტომ რომ მართლა გაიხსნა და აქ შიშიც მოდის. თუ ის ბედნიერი დამთხოვა მოხდა, რომ მეორე მხარეს არის ადამიანი, ვინც ასევე გაიხსნა და ვისთვისაც ასევე რელაცია ცნობიერად თუ არაცნობიერად არის ძვირფასი და ჯერ ის ნაგავი არ უჭამია, რომ ამ დროს აუცილებლად გული გეტკინება და დედა გეტირება და ამიტომ ეს უნდა ქნა და ის უნდა ქნა და აი ეს ნაგავი თუ არ არის, ხო? ისიც შეხვდება მას. და ამას თერაპიაში ძალიან უფრთხილდებიან ფსიქოთერაპევტსა და კლიენტს შორის. გეშტალტ თერაპიაში ითვლება, რომ ეს არის რაც კურნავს, სხვა არაფერი. სხვა რაღაცები არის გამყვანი გზები, რომელიც შეიძლება აქ მიგვიყვანოს. და რელაცია არის მკურნალი, ეს ერთი. მერე არის, რომ რელაცია არის
მეგობრებს შორის, ამხანაგებს შორის, შეყვარებულებს შორის და ასე შემდეგ. მთავარი ძაფი, რომელზეც მე შენდება ჯანსაღი ურთიერთობა და ძალიან ძვირფასია, იმიტომ რომ ჩვენ რო ყველას ეს მოთხოვნილება რელაციისა დაკმაყოფილებული გქონდეს, გინდა ოჯახში, როცა ბავშვები ვართ, სამწუხაროდ სულ ფრუსტრირდება ეს. გინდა როდესაც იზრდები მე მეგობრებში, გინდა სასწავლო, სადაც გინდა, ვიღაცა ერთი მაინც თუ არის. უკვე ჯანმრთელობას ინარჩუნებს ფსიქიკა, მაგრამ სამწუხაროდ ავაშენეთ სამყარო, სადაც იზრდებიან ბავშვები და შეიძლება 30 წლის გახდეს ადამიანი და ერთხელაც არ ქონდეს გამოცდილი რელაცია, რა გძნობაა. წარმოიდგინეთ რა მძიმეა, ხო? ამიტომ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამა თუ იმ ფორმით რელაციის სივრცეს იძლევა, სადაც შეიძლება რომ მივიდნენ ადამიანები და რელაცია გამოსცადონ, ხო? ის ჩათვალეთ, რომ ისეთივე მებრძოლები არიან, ოღონდ არ ჩანან ესენი. ის ჩანს ჭურვებს რო ისვრიან იქ და იხოცებიან და უკრაინის ომში ქართველი გმირებიც დაეცნენ და ასე შემდეგ. უდიდესი პატივი მათ. მე პატივს ვცემ მებრძოლ ადამიანებს, თუმცა ესენი რომლებიც აი ამ საქმეს აკეთებენ და საქართველოში ვიცი ბევრი ესეთი და ვამაყობ, რომ ესენი აქ არიან. რომ რელაციას ასწავლიან ადამიანს, რელაციისკენ გაყავთ. არა ერთი და ორი ადამიანი, მთელი ჯგუფები. და აქ არ შემიძლია არ დავასახელო საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი, სადაც რელაციის ის არის, აი ლავა რო ესე მოძრაობს და რო იფრქვევა, ესეთი ადგილია. მე არ შემიძლია არ დავასახელო ჰოლოტროპული სუნთქვა, სადაც აბსოლუტურად უცხო ადამიანები მიდიან და ერთმანეთთან რელაციას გრძნობენ ხოლმე. რამდენიმე დღით ბანაობენ პირდაპირ რელაციაში. არ შემიძლია ასევე არ დავასახელო ისეთი ადგილები, როგორიც არის თქვათ ეხა სახელი დამავიწყდა, იოგასთან დაკავშირებით იკრიბებიან ხოლმე და ერთად ვარჯიშობენ. ანუ რაღაცა ისეთი ადგილები არის შექმნილი საქართველოში, სადაც ადამიანები ჯანსაღი რაღაცის გარშემო იკრიბებიან. და ერთი შეხედვით ეგ არის, რომ იოგას ვარჯიშობენ, იქ ჰოლოტროპულს სუნთქავენ, აქეთ გეშტალტს სწავლობენ, იქით რაღაცას აკეთებენ. ეს არის ერთი შეხედვით რაც ხდება და ამავდროულად იქ არის შექმნილი ველი, სადაც იბადება რელაცია. და ეს აი მე მაგალითად გეშტალტ ინსტიტუტში ინტერვიზიაზე რომ მივდივარ ხოლმე, შინაგანად განცდა მაქვს ზოგჯერ, რომ რა კაია, როგორც იქნა აქავა რა. თუმ გარე სამყაროში ხო, ისეთი ნაკლებობაა ამ რელაციის. და მინდა გითხრათ, რომ ვარ განებივრებული ადამიანი საოცრად, იმიტომ რომ Everyway-ში უკვე 2 წელიწადზე მეტია, ყოველ პარასკევს 8 საათზე ვიკრიბებით, უცხო ხალხიც უგვემატება. და აი ამ რელაციურ ატმოსფეროში ხვდებით ყველანი. და მე რახან ახლა დამფუძნებელი ვარ ამ ყველაფრის, მე სულ ვარ ხოლმე და განებივრებული ვარ რა, საოცრად ამ ხრივ. და მე მინდა რომ თქვენც ახლა ყველა იყოთ ესე განებივრებული. მე ეს მინდა, იმიტომ რომ ვიცი რომ გულის გულში იმ შინაგანი ბავშვის სამყაროში ეს ყველას გვინდა და სამწუხაროდ ძალიან მწუხვარ. არიან ადამიანები, რომლებიც ერთი შეხედვით ჯალათებს გვანან მე გარედან. ვისაც ამისი აღარ წამს, რომ ეს არსებობს. და ამიტომაც ჯალათურად ქმედებენ ცხოვრების მანძილზე და მათაც უსურვებდი, თუნდაც იმ ტერორისტს ახლა ვიზეც მქონდა საუბარი, ფილმის გმირია, მაგრამ მე ეწერა რომ ნამდვილ ამბავზეაო დაფუძნებული ეს ფილმი და ჯერა რომ იქნებოდა რაღაც მსგავსი. იმ ტერორისტსაც ექნება მომენტი, როდესაც შეუძლია დაუბრუნდეს საკუთარ თავს. ეს წერტილი ყველაშია, სანამ ცოცხლები ვართ. და აი ამ ჯალათურად განწყობილ ხალხსაც უსურვებდი, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ეს ტკივილიდან ამოიზარდა, იმ ტერორისტის ცხოვრება კარგი არ ყოფილა, იმიტომ გახდა ტერორისტი. მე ძალიან არ მიყვარს ერთ ადამიანზე ხელის შეწმენდა საერთოდ, რომ გადახედოთ ყველაფერი რაც ხდება, ჯამში სოციალური მოწყობის გაკეთებულია, ომებიც, ის რომელიღაცა სახელმწიფო ტერორისტულია ესეც. ისევე როგორც თუ ოჯახში ერთ ადამიანს აქვს რაიმე ფსიქიკური საკითხი, იმ ერთ ადამიანზეა ხოლმე ესეთი თიკაშვილი, რომ ნახე ამას პრობლემები აქვს და არ არსებობს ეგ. ამას კი არა აქვს პრობლემები, ოჯახში არის პრობლემა და ამ ადამიანში წამოყო თავი. ანუ ისევ დედამიწის მასშტაბით რო გითხრათ, ის ფაქტი რომ ომებია და ზოგი ქვეყანა ტერორისტია და ზოგი ქვეყანა არ ვიცი რას აკეთებს და როგორ და ატომით იმუქრება თუ ასე შემდეგ, ეს გლობალურად მთელი დედამიწის გაკეთებულია.
და კიდევ უფრო დავწვრილმანდე თითოეული ჩვენგანის მთელი ამ 8 მილიარდის მასშტაბით რა. და სანამ ამისი პასუხისგებლობა არ დადგება და ეხა ერთ რამესაც გეტყვით და ამით დავასრულებ. ეხლა რელაციის ნაკლებობა და არარსებობა ხო საერთოდ ადამიანს ტრავმებს აყენებს ბავშვობაში. და არიან ბავშვები, რომლებმაც ამ ტრავმის გარდა რომ რელაცია არ არსებობდა მათ ცხოვრებაში, კიდევ მიიღეს ზევიდან ტრავმები. 1, 2 და ზოგჯერ მეტი. და ზოგი საერთოდ არის ბავშვი, რომელიც ტრავმულ გარემოში დაიბადა, ისეთში რომელშიც ყველა ფეხის საბიჯზე ტრავმა არის. და ტრავმის დროს განსაკუთრებით ხდება ადამიანის აი შინაგანი მეს გაპასიურება. რატო? წეღარով საუბრობდი, რომ თუ აქტიური ხარ, შეგიძლია შეეხო სამყაროს შენც და თუ პასიური ხარ, მხოლოდ მიმღები ხარ. და როგორ ხდება ეს? დაიჩაგრა, დაითრგუნა ის მე და გახდა პასიური. ეხლა როგორ გითხრათ, აქტიურობას და სიცოცხლის ხალის და ლიბიდოზე ყოფნას ხო რაღაც პირობები ჭირდება გარედან, ელემენტარული რაღაცა ასაკში. იმიტომ რომ პატარა ასაკში ჩვენ არ ვართ დამოუკიდებლები. და მერე უკვე რო ვიზდებით და დამოუკიდებლობა რო გვეძლევა, ეგ სხვა ამბავია. და იმ ასაკში ესეა. ამიტომაც ტრავმირებული ადამიანები ესეთი ძალიან ბევრია. უბრალოდ შუბლზე არ აწერია ადამიანს და გონია რომ 1-2 საწყალი ადამიანი სადღაც არის, საწყალსაც ისევ ამბობ რა, როგორც ჩვენი სოციუმი უყურებს. თორაფერ საწყალზე აქ არ არის საუბარი. აბსოლუტურად. არის ვიღაცა 1-2, ხო, ეგრე არ არის. მთელი სოციუმები და ქვეყნები და პლანეტა არის დატრაუმული რა, ჯამში. რეალობა თუ გაინტერესებთ, ეგრეა. ხო და ეს ტრავმირებული ადამიანის ფსიქიკის მთავარი სირთულე არის რომ ეს რელაცია შეიგრძნოს, რომ ცოტა ხანი დაეყრდნოს რელაციას, გაიშალოს ფსიქიკა და რომ გაიშლება, ის თავისით გახდება აქტიური. ეს გადაწყვეტილებაზე არ არის. ადამიანებს ზოგჯერ გონიათ, რომ რაღაცას გადავწყვეტ და ესე ვიზამ. გადაწყვეტილებაზე არ არის. ის თავისით უნდა ამუშავდეს ის აპარატი, რომელიც ადამიანის შიგნით არის და ამას როჯერსს დავესესხები ჩემს საყვარელ ფსიქოთერაპევტს, ჭირდება ატმოსფერო და გარემო, სადაც უბრალოდ დაცული სივრცეა და სადაც იცი რომ თუ მოწყვლადი იქნები წიხლი არ მოგხვდება და აი ამ გარემოში გაიშლება ფსიქიკა. სამწუხაროდ მიუხედავად იმისა რომ ცდილობები დიდია, გინდას ეხლა მის ჩამოთვალე იმ ინსტიტუტებში, ევრივეიში და ასე შემდეგ, ზოგი ადამიანი იმდენად ტრავმირებულია და ისეთი დიდი დარტყმები აქვს მიღებული, შეება არ ეყოს. საკმარისი არ აღმოჩნდეს დაცულობა გარემოსი. არ ვიცი, რთულია ეს. და თან ძალიან ცოტაა მაინც. ახლა მე კი ჩამოვთვალე და საქართველოს პატარა ქვეყანაა, მაგრამ მაინც ცოტაა ეს. თითოეულ ადამიანს რეალურად ახლა თუ გაინტერესებთ მისია, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში რა შეიძლება რომ იყოს, რომ აი ზუსტად ეს რელაცია და კონტაქტი გადავიტანოთ. რომელიც კიდე ერთხელ ვიტყვი, რომ ამ რაღაცა ფიქრებით მოტანილი წესებით არ მუშაობს. შეიძლება რელაცია იყოს ჩხუბი. თქვენ წარმოიდგინეთ. ამაზეც მე ერთ ლაივს ჩავწერ, რომ ჩხუბი მამა ჩემი ამბობდა ესეთ რამეს. რომ ვიღაცა ცოლქმარი იყო და მათ შორის იყო ეს ცემა. და მე ერთ-ერთი მოკდაო და ეს ქალი დასტიროდაო და ჩემ ბავშვობის შთაბეჭდილება არისო, აი გავოცდიო. ეს ქალი დასტიროდაო, რომ რამე შველება ვიღა დამარტყავს. გესვით რა საოცრებაა და მე მაშინ მივხვდიო, რომ ადამიანიო სადიზმსაც ეჩვევაო რა. ეს ერთი მხარეა, კი, ეგრეა. მართალია. ზოგჯერ ეჩვევა ფსიქიკა სადიზმს, მაგრამ მოდი მეორე მხარეს შევხედოთ. რომ რას განასახიერებდა ეს დარტყმა და ეს ჩხუბი ამ ადამიანების ურთიერთობაში. და სამწუხაროდ მინდა გითხრათ, რომ როდესაც რელაცია ესეთი გაიშვიათებულია და ვიხრჩობით და აღარ არის მეთოდი, რითიც მე პიკასოს ლაივზეც ვისაუბრე ამას, მეთოდი, რითიც ვაღწევთ ერთმანეთამდე, ზოგჯერ არის ბრუტალური. და ჩხუბი, ფრიც პერსის სიტყვებია ეს, არის თბილი. ჩხუბი არის მდგომარეობა, როცა იგნორი არ არის. აქ არის ჩართულობა ორივე მხრიდან. და ძალიან მძიმე ფორმაა ეს, მაგრამ ტოტალური იგნორის მერე ზუსტად ეს მოდის. იმიტომ რომ ვიხრჩობი უკვე აღარ არის ჰაერი, ნახე? აღარ არის არანაირი რელაცია ბუნებაში გაქრა
წავიდა, არ ვიცი როგორ რაღაცნაირად მოვახერხეთ გაუცნობიერებლობით, ხო? და რა ვქნა და ვიწყებ წიხლების ქნევას და იქით ამ ხარეს კიდე არის ადამიანი, რომელსაც უნდა რომ წიხლი მიიღოს გაუცნობიერებლად. ესე არ აღიარებენ როგორც წესი. იქ ეხა პანაშვიდი იყო და იტირა. ამოცდა ეს სიტყვა რა. და ეს რის გამოა? განა იმიტომ რომ სადიზმი და მაზოხიზმი ვინმე სიამოვნებს, არა. უბრალოდ იგნორს ტკივილი ჯობია. ვერტ დაიდერი არის ესეთი იუთუბერი, რომელმაც მაგაზე პირდაპირ ცდა ჩაატარა, რომ ჩვენს ფსიქიკას ისე სჭირდება სტიმული, რომ იგნორს ურჩევნია ტკივილი. კაცი ჩაკეტეს ოთახში ნებაყოფლობით და იქ იდგა დენის დარტყმის აპარატი. და 1-2 დღე იყო ეს კაცი იმ ოთახში, ძალიან მოიწყინა და მე მარტოობისაგან რო არ გაგიჟებულიყო და შეიძლება ადამიანებში იყო და მარტო იყო. ხო გახსოვთ რობინ უილიამსი. ხო და ესე მარტოსულობისგან რო არ გაგიჟებულიყო, მიუჯდა იმ აპარატს და თავისი საკუთარი ნებით ირტყავდა დენს. და შეიძლება ეხა წარმოვიდგინოთ, რომ ეს კაცი იყო მაზოხისტი. არა, მის ტვინს წყუროდა სტიმული. მას სჭირდებოდა სტიმული. ამდენი მარტოობა შეუძლებელია, ფსიქიკა არ არის მაგისთვის შექმნილი, რომ მარტო იყოს. მას სჭირდება რელაცია. ეს ისეთივე საჭიროება, როგორც ტუალეტში გასვლა, ჰაერის ჩასუნთქვა, ჭამა და არ ვიცი რა, აი ბულბული რო გალობს საღამოს. ეს არის ასეთივე მნიშვნელოვანი ფუნდამენტური მოთხოვნილებაა და ეს რო დაუფრუსტრირეს იქ და დიდხანს ამ ოთახში რო იჯდა, წავიდა და დენს ირტყავდა, ნახე? ოღონდ სტიმული მიეღო. და სამწუხაროდ აი ამ დენის დარტყმის მდგომარეობაში ვართ პლანეტაზე. და მოდი ცნობიერად გადავწყვეტოთ აქტიურად. ესე კი არა პასიურად, რომ რაღაცა იქნება და ერთ დღესაც გავგიჟდე და წიხლი გავიქნიო. ესე არა. აქტიურად შევიკრიბოთ, აქტიურად ვისაუბროთ. აქტიურ პოზიციაში ჩავდგეთ რელაციის მოსაპოვებლად, შევქმნათ რელაცია. ეს არის კოკრეაციის პროცესი. ერთად შევქმნათ მე და შენ, მე და ჩვენ. ჩვენ ყველამ ერთად დავსხდეთ და შევქმნათ ხოლმე ის კვირაში ერთხელ თუნდაც 8 საათზე პარასკევობით და რამხელა ზურგს და საყრდენს და რას იგრძნობთ ამის შედეგად ეს უკვე თქვენი აღსაწერია და შეგიძლიათ მერე როდესაც დააგემოვნებთ ამას გააზიაროთ ხოლმე სოცქსელში რომ სხვამაც ნახოს იმიტომ რომ ეს ფაქტიურად მე ნურით ლევისთან მქონდა მიმოწერა ამ თემაზე და საუბარიც ისრაელიდან არის და ნუ ეპიცენტრშია ეხა ნურითი ამ ყველაფრის და ის ამბობდა რომ ის რომ დაფეილდა ჩვენ ოჯახურ სისტემებში ეს რელაცია და სულ დაფეილებული იყო, მაგრამ ეხა კიდე უფრო და უფრო ფეილდება, ხო? იწვევს ამ მომებს. ასე რომ ხელებ დაკაპიწებულები ვართ სამუშაო წესით ყველა ამ ხრივ. რომ ცოტა ავქაჩოთ ეს და ის ხალხიც, ვინცაც აღარ წამს და ამიტომ ჯალათად არის ქცეული, ხო, ისინიც მართლები არიან. იმიტომ რომ ის გეუბნება, რომ გამონაკლისია ეგ კაცო, მილიონში ერთხელ ვიღაცა გავეხსენი და კარგად მომექცა და დებილი ხო არა ვარ. აი პირდაპირ ამ სიტყვებით ილაპარაკებს. და სადღაცა ეგეც ატარებს სიმართლის მარცვალს. სიმართლე ხო ცალსახოვანი არ არის. და ეგეც მოსასმენია და აღსაქმელია, როგორ მივიდა მაგ ჯალათურ მდგომარეობამდე და როგორ შეუძლია, რომ სხვა ადამიანის შინაგანი ბავშვით ესე იმანიპულიროს, ხო? იმიტომ რომ თავისი შინაგანი ბავშვია დასჯილი და კუთხეში მიგდებული. და თუ ეხა 2 და 3 ადამიანი შევძლებთ რელაციას, ეს ისეთი ცეცხლია, ამის გარშემო მერე ძალიან ბევრი ადამიანი იკრიბება ხოლმე. ასე რომ ასე, ხო, და სექტების მიმზიდველი რა არის, ნახეთ? ერთი ძალიან კარგი ფსიქოლოგი არის, ალექსი, რომელსაც აქვს წამოწყებული ძალიან კარგი პლატფორმა და რამდენჯერმე ვისაუბრეთ რა. ისიც სტარტაპერია. და ალექსმა მითხრა ერთი არაჩვეულებრივი ინსაიტი, რომ რა აქვთ სექტანტებს ისეთი, რაც იზიდავს ამ ხალხს და რაც ჩვენ არა გვაქვს დანარჩენებს, რა ვინც სექტანტები არა ვართ. იმიტომ ეს ხო პოლუსია სექტა, რაღაცა პოლუსია. და რაღაცა არის იმ პოლუსში, თორე რატომ მიდის ხალხი და იცით რა არის? აი ცდილობენ ისინი, რომ რელაცია გაგრძნობინონ. ცოტა ხელოვნურია ხოლმე ეს. და ძალიან ბევრი სხვა ნაგავი მოსდევს გვერდით, მაგრამ ნაშიმშილარ ადამიანს, ვისაც დედის სითბო არ უგრძნია, მამის მხარდაჭერა არ უგრძნია, ძმის სიყვარული არ უგრძნია, დის სიყვარული არ უგრძნია, შვილის გაჩენის ბედნიერება არ დასცალდა და ვერ აგრძნობინეს, საპირისპირო სქესისგან არ უგრძნია,
ყურადღება ისეთი, რომელიც თან სანდოა, სექსუალობის გამოვლენაზე ქონდა ყოველთვის წიხლი და ტაბუ და დაცინვა და ესეთ გარემოში რო გაიზარდა და იქ რო სექტაში ვიღაცა რომ მამაა, ნახე პირდაპირ ქვიათ, მამაო, დედაო, სულიერი ძმა, სულიერი და ნახე, კი, სამწუხაროდ ილუზიაა. და რაღაც პერიოდი ყვებავს ეს ილუზია. და მე ესა, აი ჩემს სულიერ ძმას დაღურეკავ და მოვა და დამეხმარება და მე რო ესეთი მარტო დამტოვა ამ სოციუმმა და ესე გამრიყა და ესე წიხლი მაჭირა და ის ჩემი სულიერი ძმა რო მოდის, მე მზად ვარ სული მივყიდო და სულის მიყიდვა რა არის, იცით? ჩემ ცხოვრებაზე მათქმევინებს უარს ეს ჩემი სულიერი ძმა. ეგ არის სულის მიყიდვა. მე რაც მინდა და როგორც მინდა ვიცხოვრო, იმან უნდა გამიკონტროლოს და სამაგეროდ რელაციას მევაჭრება. ესეც манипуляციის ფორმაა. მაძლევს იმ რელაციას კი, რომელიც მე ასე გულის ტკივილით მინდოდა და მწყუროდა და დამიფრუსტრირდა. არაჯანსაღად, ხო? მაძლევს. მაგრამ სანაცვლოდ იცით რას ვთხოვს, რომ იმ სექტის წესებით თუ არ ვიცხოვრებ, უარეს დღეში ჩამაგდებენ კიდე. თლად გამრიყავენ და გამარჯვებას აღარ მეტყვიან. აი ეს არის. ნუ შეცდომის უფლება არ მაქვს. და ეს კი ძალიან ტრაგიკულია. აი ესე დაგებშვიდობებით. ეხლა პარასკევს არის ივანე ღვალაძის დაბადების დღე და მანდაც მოდით 8 საათზე დაიწყება და ივანე წაიყვანს საღამოს მუცალის თემაზე. ალუდა ქეთელაური ხო ცნობილი გმირია და მუცალი ნაკლებ და აი ზუსტად მასზე უნდა და ძალიან საინტერესოა ეს და აპირებს და გელოდებით. სიმბოლურად ითხოვს, რომ რახან დაბადების დღეა და იქ რაღაც, არ ვიცი, დასალევი და სასუსნავები იქნება, რომ 20 ლარი გადაიხადოთ. ნუ ვისაც არა აქვს ეს 20 ლარი, არც ეგ არის პრობლემა. ღია საუბრები არის და იქნება უსასყიდლო. აბა გელოდებით პარასკევს, დროებით.